ერთ-ერთია საქართველოში, რომელიც მეფუტკრეობის დარგის დანერგვაც ცდილობს. ერთი შეხედვით ამ თითქოს და მეორე ხარისხოვანსაგანს ბავშვები დიდი ინტერესით მოეკიდნენ. ჩვენი იდეები, მიზნები მეფუტკრეობის, როგორც ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით გავაცანით ქალბატონ მერი გელაშვილს, რომელმაც ყურადღებით მოგვისმინა და აღგვითქვა შესაძლებლობის შემთხვევაში ჩვენ დაგვაკმაყოფილებდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოშურნება იყო ჩვენი მოსწავლეებისაგან და მართლაც ჩვენ კი ველოდით ვიცით რომ ფონდი ყოველთვის თავის სიტყვას ასრულებს და ეს ბედნიერი დღეც დადგა, მობრძანდნენ ჩვენთან წარმომადგენლები და ჩამოგვიყვანეს ორი ოჯახი. რომ სასულიერო სასწავლებელში მოსული ყოველი ბავშვი დილას ლოცულობს და საღამოსაც ლოცულობს და ჩვენ სანთლები აუცილებლად ლოცვისთვის გვჭირდება. მე ახლა ხელში მიჭირავს სწორედ ამ ფიჭისგან დამზადებული სანთელი, რომელსაც აქვს სასიამოვნო სურნელება, არის არაჩვეულებრივად სასარგებლო და არის ძალიან ლამაზი. თავდაპირველად ჩინაური ფრინველების მოშენებით დაინტერესდა. შემდეგ ჩათვალა, რომ კოპიტნაში, სადაც თვითონ ამჯერად ცხოვრობს, მესაქონლეობა უფრო მომგებიანი გამოდგებოდა. ვარაუდმა გაუმართლა. ნათლა ლომიძე დღეს თავისი საქმით კმაყოფილია. ამბობს, რომ რძის პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად ღებულობს, მისი ოჯახისთვის საუკეთესო შემოსავალია. ოჯახში ვართ ახლა ამჟამად 4 სული. ორი ბიჭი ყავს და მე და ჩემი რძალი. და სევაწარმოებთ საქონელს, მაქვს ყველაფერი ამის საშუალება, ყანას ვთესავ ჩალარო, ძროხები მოვიშენო და რძეს გავყიდი, მაწონს გავყიდი, ყველს გავყიდი, შევიწროებული ოჯახებს ისედაც ვეხმარებოდი და დავეხმარები და მივცემ რძეს, ყველს, ნადუღს, ყველაფერს ამას ყველას ვურიგებ საერთოდ, მყავდა ძროხა. მეწარმე ქალთა ფონდი დევნილი ქალბატონების მსგავსად არაერთ არადევნილ ქალბატონსაც დაეხმარა. მათ შორის ერთ-ერთი ნინო ჩხენკელია. ის ამაღლებაში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მთელი ტვირთი მას დააწვა მხრებზე. ოჯახს რჩენა უნდოდა, ამიტომაც მიჰყო ხელი მეცხვარეობას. ფონდის კომისიამ ბიზნეს გეგმა მოუწონა და გრანტით გათვალისწინებული 3 ცხვარი საჩუქრად გადასცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კომისიამ გეგმა გამარჯვებულად ცნო, ამბობს ის. თავიდან მესაქონლეობა რთულ საქმედ ეჩვენა, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად დღეს საქმიანობა გააფართოვა და შედეგითაც კმაყოფილია. ამჟამად მყავს 800 ცხვარი, მათგან მონაგებ ბატკნებს ვყიდი. წელიწად ნახევარში ასწრებს 2 კრაობას. და ასევე ორჯერ იპარსება წელიწადში ცხვარი, იტყიდება მატყლიც. წელიწადში საშუალოდ ვყიდი 600 700 ლარის ცხვარს. თავისი ბიზნესი ქეთინოს თილაკაძემ თავდაპირველად ხების მოშენებით გადაწყვეტა. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მომგებიანი იქნებოდა მსხვილფეხა მესაქონლეობისათვის მოეკიდა ხელი, როგორც თავად ამბობს, არჩევანში არ შემცდარა. 3 იყო დედათხა და 1 ბაცი. ესენი გამრავლდნენ. მე გავყიდე და უფრო უკეთესი იგი შევიძინე რა ამისგან. ნახევარი ფული ოჯახს მოახმარე და ნახევარით შევიძინე ძროხა. ამ ძროხიდან მყავს იგი ხბო. მე კიდე შემოსავალი მაქვს ძე, ყველი, მაწონი. ოჯახს არ დაკლებია იმის მერე. როგორც ფონდის ბევრი ბენეფიციარი, ციალა კვანტრიშვილიც აფხაზეთიდან დევნილია. ის ბიზნეს გეგმის კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია. როგორც თავად ამბობს, მეწარმე ქალთა ფონდისგან გადაცემული ხბო გაიზარდა და დღეს მისი წყალობით ოჯახს გამოულებლად აქვს რძე, ნადუღი, მაწონი. შაბათ-კვირას მაწონი გასაყიდადაც გააქვს და ოჯახში დამატებითი შემოსავალიც ჩნდება. მეწარმე ქალთა ფონდმა მიყიდა ეს ხბო დამზადილი, იყო დეკეული დამზადილი, რომელსაც ეყოლა პატარა ხბო და ეხლა არის ძროხა უკვე. ვამზადებ ისევ მაწონს, ყველს და არის ისევ დამზადილი და ველოდები დეკემბრის ბოლოს ველოდები ხბოს. ჩემი ბიზნესი გაუმჯობესდა. ზესტაფონში ვისაც უნდა ვკითხოთ, ჯულია აგლაძეს სამკერვალოს ყველა მიგასწავლით. ქალაქში თითქმის ყველა იცნობს. თავიდან საკუთარ ბინაში ერთ პატარა ოთახში მოიწყო მინი სამკერვალო. შემდეგ ფონდის დახმარებით კიდევ უფრო გააფართოვა. მოსწავლეებიც აიყვანა და ახლა უკვე სხვის დასაქმებასაც ზრუნავს.
დღეში დაახლოებით 7-8 კლიენტი ყავს, მაგრამ შრომა სიამოვნებს, რადგან საყვარელ საქმეს აკეთებს და წინა წლებთან შედარებით ფინანსური შემოსავალიც მეტია. გაიზარდა ჩემი შემოსავალი მარტო მოსწავლების ხარჯზე არა, იმიტომ რომ კლიენტები მეტი მოდიან. იმედიანად მაქვს მე ხვალინდელი დღის არ მეშინია, რომ ხვალ არ მექნება სამუშაო, არ მექნება ფული რო ვარჩინო ოჯახი და ბავშვებს მივცე განათლება. მისი ოცნება იყო პატარა საცხობი გაეკეთებინა და თავისი შემოსავალი ჰქონოდა. სურვილი შრომის მოყვარეობითა და მეწარმე ქალთა ფონდის დახმარებით დაიხდინა. დღეს მას ზესტაფონში ყველა იცნობს. იციან, რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილზე მდებარე საცხობში, რომელიც მანანა მოდებაძეს ეკუთვნის, ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს, პიცას, ორცხობილებსა და სხვა მრავალი სახეობის საკონდიტრო ნაწარმს შეიძინა. ამიტომაა, რომ დღეს მისი ბიზნესი წარმატებულია და რეალიზაციითაც კმაყოფილია. მე ჩემ ოჯახს მაინც მაკმაყოფილებს ისე, რომ ვიმასნა, იმიტომ რომ ტყუილა ჯდომაში რომ არაფერი არ იყო, ასე მე იმით უფრო კმაყოფილი ვარ, რომ მე იმდენი რაღაცა არ მქონდა და ვერ ვაკეთებდი და რაც გრანტით მივიღე. ის ყველაფერი ძალიან მეხმარება ამ საქმეში, იმიტომ რომ მიქსერები მჭირდებოდა, ჭურჭელი 1000-ნაირი რაღაცა რომ ნამცხრები გავაკეთო და ეს და ახლა ეს ყველაფერი მას ქეთევან ქადიეშვილი დედასთან ერთად ოზურგეთში ცხოვრობს. პედაგოგია და რა თქმა უნდა ყოველდღიური გრაფიკიც გადატვირთული აქვს. თუმცა ეს ხელს როდი უშლის ბიზნესშიც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც პედაგოგიურ საქმიანობაში. კიდევ ერთი ბიზნეს გეგმის კონკურსის გამარჯვებული ცდილობს მისი საქმიანობა ყოველდღურად გააფართოოს და მრავალფეროვანი გახადოს. ამიტომაა, რომ უამრავ შეკვეთას ღებულობს და ქალაქშიც იცნობენ არა მარტო როგორც კარგ პედაგოგს, არამედ როგორც საუკეთესო კულინარსაც. ბიზნესი გაფართოვდა, იმიტომ რომ როცა კარგი პროდუქცია გაქვს და ხარისხიანი, ერთმანეთს გადაეცემა და მოდიან უფრო სხვა ხალხი, ვიდრე ვთქვათ, ჩემი ძირითადი კლიენტებია და ძალიან მიხარია, რომ ჯერ ერთი სახელია და მერე მეორე რომ წარმატებები მოაქვს.